იუსტინიანე მეფობდა 527 და 565 წლამდე პერიოდში. აქ ხედავთ თქვენ მის მოზაიკურ გამოსახულებას. ბიზანტიის იმპერატორი იყო, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა კონტექსტი აღქმა, რომელსაც სხვათა შორის ძალიან დიდი ამბიციაც ჰქონდა და ყველაზე ამბიციური გეგმა იყო ის, რომ მას უნდოდა აღედგინა რომის იმპერიის ძველი დიდება, რაც გარკვეულწილად სხვათა შორის გამოუვიდა და მისი მმართველობა ხშირად მოიხსენიება როგორც იუსტინიანეს ეპოქა და ეს ფაზა მთლიანად არის გამყარებული სხვადასხვა მიზნებით. პირველი მიზანი იყო მისი მხრიდან ახალი კანონების საფუძველზე სახელმწიფოს ერთიანობის და მმართველობის გამყარება. მეორე იყო რომის დაშლილი იმპერიის დასავლეთ ნაწილის შემოერთება და მესამე არის ქალაქების აღშენებლობა. მან შექმნა იურიდიულად რომაული სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი კლასიკური კოდიფიკაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მთლიანად ბიზანტიის იმპერიის იურისდიქციას, ასევე პოლიტიკურად მან დააბრუნა და აღადგინა ბიზანტია იტალიის, აფრიკის და ესპანეთის ძველ საზღვრებში და კულტურულად და რელიგიურად კონსტანტინოპოლი გადააქცია. და აქ თქვენ ხედავთ მის მიერ დასრულებულ კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძარს, რომელიც დღეს მეჩეთად არის გადაკეთებული და ფაქტობრივად იგი იქცა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ცენტრად და სწორედ რელიგიურ ნაწილში მიმდინარეობდა არსებული იმპერიის დოგმატური გაერთიანების პროცესი, რას ნიშნავს ეს? მან კანონები შექმნა რელიგიური და ცდილობდა ქრისტიანული დოგმატიზმისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ქრისტიანულ დოგმატის, ანუ კანონებს, საეკლესიო სტრუქტურის შექმნას, რამაც სხვათა შორის გამოიწვია, რომ ბიზანტიის იმპერია სტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდიდარი და ისეთი გახდა. იცით რომ აია სოფიას ტაძარი ჯერ კონსტანტინემ დაიწყო და შემდგომ განაგრძო უკვე და დაასრულა იუსტინიანემ და ფაქტობრივად ამ პერიოდში ბიზანტიაში იქმნება როგორც დიდების, ასევე კრიზისის, შემშენებლობის, შიმშილობის და გამარჯვებების, მათ შორის ეპიდემიების დრო, ეს ერთმანეთში შეერწყა რაღაცნაირად და მივედით იქამდე, რომ ეს იმპერია დაუპირისპირდა მეორე აღმოსავლურ იმპერიას, რომელიც ალბათ თქვენთვის კარგად ცნობილია აღმოსავლეთში არსებული სასანიდური სახელმწიფო, რომელსაც დაუპირისპირდა და ფაქტობრივად დიდი ომები გადაიხადა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა ომი არის ეგრისის დიდი ომი, იგივე ლაზიკის ომი, რომელიც 552-62 წლებში მიმდინარეობდა. მშენებლობის ნაწილში მონასტრებსაც აშენებს და აქ თქვენ ხედავთ სინას მთის მონასტერი, რომელიც მისი აგებულია და ესე გამოიყურება დღეს და სტრუქტურა, რომელიც მან შექმნა, წარმოქმნა ეს სოციალური ფონი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ფაქტობრივად იუსტინიანემ ბევრი რაღაც ძალიან სწრაფად ვერ შეძლო და მაგალითად მას თრაკიისა და ილირიის სივრცეში განსაკუთრებით თვითონ წარმოშობაზე რომ ვისაუბროთ, მისი მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა ბალკანეთში და აი ეს სოციალური მდგომარეობა მასზე ახდენდა გავლენას გარკვეულწილად, იმიტომ რომ მისი ბიძა იყო იუსტინე, უბრალო ჯარისკაცი იყო ისიც და თანდათან ავიდა კარიერულად განვითარდა და ავიდა მაღალ ეშელონებში და ბოლოს გახდა იმპერატორი სხვათა შორის და ბიძა მისიდან გამომდინარე მერე მან მოახერხა და რაღაცნაირად ასევე იმპერატორის გვირგვინი დაიდგა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ იუსტინიანემ იცოდა კარგად და გავლილი ჰქონდა ყველა ის ეტაპი, რაც აი დაბალი ფენიდან მაღალ სოციალურ საზოგადოებაში მოსახვედრად არის საჭირო და ფაქტობრივად მას ჰქონდა შეგრძნობილი ყველა
ფენის ის სოციალური პრობლემები, რაც ზოგადად სტანდარტულად არ აქვთ ხოლმე შეგრძნობილი. ძალიან გთხოვთ კამერები რომ ჩართოთ. ხო, აქედან გამომდინარე იუწყებიან რომ იუსტინიანე ახალგაზრდობაშივე გადმოიყვანეს კონსტანტინოპოლში, სადაც მან კარგი განათლება მიიღო, ისწავლა ლათინური ენა, ისწავლა ასევე გამორჩეულად სამართალი და დაეუფლა თეოლოგიას, ჩაერთო სამეფო კარზე საქმიანობაში, როგორც ბიძის მრჩეველი და შეიძლება ითქვას, რომ მისი მოღვაწეობა რეალურად მიუხედავად იმისა, რომ იუსტინე პირველის მეფობის დროსაც ძალიან დიდ გავლენას ახდენდა პოლიტიკაზე, მისი ქცევა და ზოგადად მოქმედებები უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ მაინც ყალიბდებოდა, სწავლობდა და ამ ყველაფრის ფონზე ვერ მოახერხა ისეთი გავლენის მოხდენა, როგორც მისი იმპერატორობის დროს. ეს ბუნებრივია, რასაკვირველია, რომ ასეც იქნებოდა. თუმცა 527 წელს ოფიციალურად იგი ავიდა ტახტზე, გახდა იმპერატორი, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი რომ გავიცნოთ მის ცხოვრებაში და მასთან რა როლი ჰქონდა. ეს არის მისი მეუღლე თეოდორა, რომელიც მსახიობი ქალი იყო, დაბალი წარმომადგენლობის ქალი გახლდათ, თუმცა გამორჩეული გონებით, ენერგიით და ზედმეტად გამჭრიახი პოლიტიკური ინტუიციით იყო დაჯილდოვებული და განსაკუთრებით მან ითამაშა უმნიშვნელოვანესი როლი ნიკას აჯანყების დროს, როცა იუსტინიანეს ურჩევდა ყველა რომ გაქცეულიყო ქვეყნიდან თეოდორამ თქვა რომ სამეფო მეფისთვის საუკეთესო სუდარაა, ანუ ჯობია ემსახურო და დაიღუპო ღირსეულად, ვიდრე სამარცხვინოდ გაიქცე და საკუთარი ქვეყნის შვილებს პატივი არ დასდო რომ ღირსეულად მოგკლანო. და სხვათა შორის აი ამან მასზე ძალიან იმოქმედა და ეს აჯანყება, რომელიც 532 წელს იყო მეფის წინააღმდეგ მოწყობილი, ველისარიუსის დახმარებით ჩაიხშო და მოდი ეს ნაწილი წავიკითხოთ, ახლა გავარჩიოთ, ისმენ თავათიკა. ახალი იმპერატორის იპატიუსის კორონაცია მოხდა იპოდრომზე, სადაც შეკრებილი იყო 50,000-მდე აჯანყებული. ისინი მჭობდნენ სასახლის შტურმის აღებაზე, იუსტინიანე უკვე მზად იყო გასაქცევად. როდესაც სიმტკიცე გამოიჩინა დედოფალმა თეოდორამ, რის შემდეგაც იუსტინიანემ უბრძანა ველისარიუს და მუნდუს კიდევ ერთხელ ეცადათ აჯანყების შეხება. მართლაც მათ ისარგებლეს რა კვამში გახეული ქალაქით და ხელთ არსებული ბარბაროსული შენაერთებით შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ იპოდრომს და ორი მხრიდან დაესხნენ თავს აჯანყებულებს. ამან გამოიწვია პანიკა და ატყდა საშინელი ხოცვა ჟლეტა. სხვადასხვა წყაროების მონაცემებით დაიღუპა 35-45,000-მდე აჯანყებული. იუსტინიანემ სრული გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო ნიკას აჯანყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სცენა. ეხლა რა არის, რა სივრცეა და რა მდგომარეობა იყო ამ პერიოდში ქალაქში ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი ძირითადი პარტია, პრასინები და ვენეტები, მწვანეები ამ შემთხვევაში და მეორე იყო ლურჯები, ანუ ვენეტები. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ მწვანეების, ანუ პრასინების მხარეს, რომელსაც სათავეში ედგა ეს იპატიუსი, რომელიც აუჯანყდა სწორედ და იუსტინიანე ედგა სათავეში ვენეტებს, ლურჯებს, ესენი არიან ამ შემთხვევაში სამეფო არისტოკრატია და აი ეს ორი ძირითადი ჯგუფი უპირისპირდებოდა ერთმანეთს როგორც ასეთი. იუსტინიანე ეხა მე სანამ გადავალ ზოგადად აი ამ სივრცეზე როგორი სივრცე არსებობდა, მინდა რომ ცოტა უკან დავბრუნდეთ ახლა და შეგახსენოთ ეს პერიოდი როგორ ნაწილდებოდა ძალაუფლება ბიზანტიის იმპერიაში და როგორი მდგომარეობა იყო ბიზანტიის შექმნამდე რომში, ხო? შეგახსენებთ, რომ ბარბაროსების შემოსევებია დაწყებული, რომი ქაოსშია ჩაფლული, იცით, რომ თეოდოსიუსმა გაყო რომი ორ ნაწილად 395 წელს და მის ორ შვილს ჰონორიუს და არკადიუს გაუნაწილა მთლიანი რომის იმპერია და ამან გამოყოფის პროცესს ხელი შეუწყო
და შესაბამისად თვითონ ტერმინი ბიზანტია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და უნდა აღენიშნოს, ბიზანტია იმპერიის მთელი არსებობის განმავლობაში იწოდებოდა რომად, ანუ რომად იწოდებოდა მე-15 საუკუნემდე, 1453 წლამდე. სად და როდის დაერქვა ჩვენ, რატო ვეძახით დღეს ამას ბიზანტიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ სამეცნიერო მიმოქცევაში ეს ტერმინი შევიდა მე-16 საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ისტორიკოსის მიერ ჰუმანისტი ჰიერონიმუს ვოლფის მიერ დამკვიდრებულ ნაწილში, რომელშიც იგი 1557 წელს მის მიერ გამოცემულ კრებულში Corpus Historiae Byzantinae უწოდებს რომს, ანუ აღმოსავლეთ რომს ბიზანტიას. და ამის შემდეგ ეს ტერმინი ბიზანტია აღმოსავლეთ რომის იმპერიის აღმნიშვნელად მკვიდრდება როგორც ასეთი და შესაბამისად ეს ტერმინი მანამდე არ არსებობდა. ეხლა მოდი მივყვეთ იმპერატორებს. პირველი იმპერატორი ბიზანტიის, ანუ რომის იყო არკადიუსი, გახსოვთ ვისი შვილია არკადიუსი, უკვე აღნიშნე, ეს არის ჰონორიუსის ძმა, ანუ თეოდოსიუსის შვილი. ერთიანი რომის უკანასკნელი იმპერატორის შვილი, თეოდოსიუს მეორე, თეოდოსიუს პირველი იყო ისწევა, მე მგონი მეორე თქვი და შეცდომით იყო, მარკიანე, რომელმაც ფინანსური სტაბილურობით გამართა აღმოსავლეთ ნაწილი, ლეონ პირველი, ზენონი, ანასტასი პირველი და ფაქტობრივად მოვაღწიეთ მერე იუსტინემდე და იუსტინეს შემდეგ იყო უკვე იუსტინიანე, ანუ იუსტინე იყო ბიძა, ხო? იუსტინიანე და მერე უკვე იუსტინიანე მეორეზე გადავდივართ, იმპერიის დაცვა დაიწყო მან სპარსებისა და ავარებისგან და მავრიკის დროს უკვე რთული სიტუაცია იყო და მავრიკის შემდეგ ჰერაკლე მოდის ამ შემთხვევაში, ფოკას შემდეგ მოდის ჰერაკლე და ჰერაკლე კეისრამდე უნდა მივიდეთ როგორც ასეთი, იმიტომ რომ ფოკას აჯანყება ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია და მისი მმართველობის დროს კრიზისი შეიქმნა და იგი ტახტიდან ჩამოაგდეს და ჰერაკლე მოვიდა ამ შემთხვევაში სათავეში. ანუ იმპერატორი იყო მთავარი ფიგურა, ჯარი, სენატი და ხალხი ამას ედგა ამ შემთხვევაში და რაც უნდა გამოიკვეთოს, ნახეთ იმპერატორის ფუნქციური ხაზი როგორი იყო, სათავეში იდგა იგი სენატი, ანუ სინკლიტი, რომელიც განიხილავდა კანონპროექტებს, იმპერიის მართვის საჭირო საქმეებს, უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო იყო. პრეფექტები, სასამართლო, ფინანსები, სამოქალაქო მართვა, ჯარი ეს ევალა მთლიანად. დიოცეზები, ოლქების მმართველები, ადგილობრივი ხელისუფლება იყო. მაგისტრები, ეს არის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელიც ამ შემთხვევაში მთავარი როლი იყო არმიის მართვაში, დეკები, კონკრეტული ოლქის სამხედრო მმართველები და მაგისტრი, სასახლის სამსახური, ელჩობა, საკანცელარიო საქმიანობა და სასახლის დაცვა პატრონობა. ეს სქემა შეგიძლიათ თქვენ ამოხაზოთ და გაიკრათ სადმე ახლოს, სადაც თქვენი თვალი ხშირად ხდება ხოლმე. ძალაუფლების განაწილება როგორი პრინციპით იყო, ესეც რო გავიაზროთ. დასავლეთ ევროპაში, ანუ დასავლეთ რომში, თავიდან და შემდგომ უკვე გამქრალ რომში, რომის პაპი ხდება უზენაესი სასულიერო მმართველი. რატომ? იმიტომ რომ რომი მიუხედავად იმისა, რომ დაეცა რომის პაპმა, შეითავსა ექვივალენტი გახდა იგი რომის იმპერიის არსებობის, ანუ თუ არსებობს რომის პაპი, არსებობს რომი. სადაც არის რომის პაპი, იქ არის რომი. და შესაბამისად ეს იდეა უზენაესი სასულიერო მმართველობის და უზენაესი საერო მმართველობის გადანაწილებული იყო ამგვარად. რაც შეეხება ბიზანტიას, უზენაესი მმართველი აერთიანებდა ორივეს, ანუ დიარქია იყო, დიარქიული პრინციპი. და ამ მოდელს, რასაც დიარქიას უწოდებთ, სხვაგვარად ეწოდება ცეზარო პაპიზმი, ბიზანტიური მოდელის აღმნიშვნელი ტერმინი, მასში გაერთიანებულია პაპი და კეისარი ფაქტობრივად. ანუ იმპერატორს ბერძნული ნაწილის მიხედვით ბასილევსი ერქვა, ბასილევსი იზრუნებს, რომ სამღვდელოებამ სიწმინდე და ღვთისმოსავობა შეინარჩუნოს, ანუ მეფე. რაც შეეხება დასავლეთში, მხოლოდ უზენაეს პონტიფექს
რომის პაპს შეუძლია აკურთხოს და გადააყენოს იმპერატორები, ანუ რამდენად დიდი როლი ჰქონდა აი პაპის ედიქტით, რაზეც დღეს სავარაუდოდ ვისაუბრებთ, მაგ ნაწილზე პაპობის დიქტატში გრიგოლ მეშვიდემ რაც დაამკვიდრა. აი ამ სისტემის ფარგლებში საკმაოდ რთული იყო ეხა მოვაწეობა ასეთი ხაზის იმპერიაში და იუსტინიანეს ძალიან ბევრი მტერი ჰყავდა სწორედ რომ ეხლა რაც შეეხება მას მის მიერ შექმნილ ასე ვთქვათ რესტავრაციას რაც დაიწყო და იმპერიის აღდგენას გულისხმობდა მან ფაქტობრივად დაიწყო იმ იდეის განხორციელება რაც გულისხმობდა ერთი ღმერთი ერთი იმპერია და ერთი რწმენა ეს ძალიან გავს აბსოლუტისტური ხედვის სამომავლო იდეას რომელიც ლუდოვიკ მე-14-მ დაამკვიდრა ერთი მეფე ერთი კანონი და ერთი სახელმწიფო პრინციპი და შესაბამისად ეს იყო ძირითადი მონარქიული ხედვა რა ფორმულა იყო ამაში ჩადებული კანონი მან შექმნა რომაული სამართლის კოდიფიკაცია corpus iuris civilis civilis romani რომელიც შედგებოდა 4 ძირითადი ჯგუფისგან ეს არის ინსტიტუციები სახელმძღვანელოები იყო დამწყები იურისტებისთვის, რომლებსაც ჰქონდათ კანონის ძალა, მეორე იყო დგესტები, ანუ პანდექტები, რომელიც კლასიკური ხანის რომაელი იურისტების თხზულებებიდან იყო ამოღებული, მესამე იყო იუსტინიანეს კოდექსი, იმპერატორის მიერ გამოცემული განკარგულებები და მეოთხე არის ნოველები, რომლებშიც ახალი კანონები, რასაც თვითონ იღებდა, ან პარალელურად ნელ-ნელა ამატებდა ხოლმე და ეს საჯარო საოჯახო სამემკვიდრო სამართალი იყო. მეორე ფორმულა, რაზეც დააყრდნო მთელი მართვა, ეს არის დაბრუნება დასავლეთის პროვინციების და ხედავთ აქ უკვე 555 წლის პერიოდში დაბრუნებული აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია და დააკვირდით ახლა ამ ტერიტორიებს, აი ეს ნაწილი არასრულად, მაგრამ ეს ტერიტორიები მთლიანად შემოიერთა დასავლეთის პროვინციები ამ შემთხვევაში ასევე აღადგინა მართლმადიდებლური დოგმატიკა უმაღლეს ხარისხში, ანუ ქალკედონური რწმენა, რაც გულისხმობდა დიოფიზიტურ ხაზთ ქრისტეს ორბუნებიანობას, რომ იგი იყო ადამიანი და ღმერთი ერთდროულად, აი ეს ქალკედონური ხაზი აღადგინა და კეისრის აბსოლუტიზაცია მოხდა, ანუ აბსოლუტისტური მართვა, გამგებლობა ჩამოაყალიბა მისი როგორც ასეთი მმართველობის დროს. რაც შეეხება კანონებს, რაც შემიძლია ასევე დავამატო, ხო რატომ გახდა თვითონ აი ამ კანონების შემოღება საჭირო? აქ არის პირველ რიგში გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ მეორე-მეექვსე საუკუნეებში რომაული სამართალი სერიოზულად იყო დაგროვილი, რომელთა სამართალში ძალიან ბევრი ედიქტი იყო, ძალიან ბევრი დადგენილება სენატის, იურის კომენტარები, ისი რა ქვია, იურისპრუდენციის კი არა და იურისტების კომენტარები, იმპერატორთა განკარგულებები და კონსტიტუციები, ეს პირადი განკარგულებები და ყველა იყო აზელილი ერთმანეთში და არეული რაღაცნაირად ირეოდა ძალიან ბევრი საწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი ნორმა იყო მიღებული და ბევრი გამეორება. ოღონდ გამეორებებშიც კი რაღაცა მცირე ცვლილებები იყო და აუცილებლად იყო კოდი. კოდიფიკაცია, ამიტომ უწოდა იუსტინიანემ. ეს არის ის სისტემური ხერხემალი, ანუ კოდი სახელმწიფოსი, რომელიც საჭირო იყო მმართველობისთვის და მან შექმნა უკვე ეს 4 ძირითადი კანონი, რაზეც ვისაუბრეთ. ანუ ეს იყო რეალურად სისტემური მოდელი, რომელიც შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში სამართლის სწავლების ბირთვი გახდა. ბოლონიაში ამ შემთხვევაში და თანამედროვე სამოქალაქო სამართლის ბევრი პრინციპი, კონტრაქტი, საკუთრება, მემკვიდრეობა და აი ამ ტრადიციიდან გამომდინარე მოდის ძირითადად და შესაბამისად იუსტინიანე ფაქტობრივად იქცა სამართლის იმპერატორად, რომელიც საქმეც საუკუნეების შემდეგაც ფაქტობრივად არსებობს და ცოცხლობს, ხო, რაც უნდა გამოიკვეთოს.
ასე რომ აი ამ იდეის ფარგლებში ეს დაპყრობები, რომელიც უკვე შემდგომ აწარმოა და ძირითადად რამოდენიმე ეტაპად იყოფოდა ეს, მაგალითად მან დაიპყრო ვანდალთა სამეფო დეციუმთან და ტრიკამარუმთან 533 წელს და 533-14 წლებში აფრიკაში მთლიანად დაამარცხა ეს ვანდალების სამეფო, რომლის დედაქალაქი კართაგენი იყო და დასავლეთ რომის ყოფილი პროვინციების ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე იყო. აქ ველისარიუსმა ფაქტობრივად გაანადგურა დისციპლინირებული არმიით ვანდალთა უწესრიგო არმია და აფრიკა იქცა კვლავ ბიზანტიის პროვინციად. შემდგომი არის გუთებთან ან გოთებთან ომი 554-დან 555 წლამდე და აქ დიდი როლი მიუძღვის უკვე საკვანძო მიზანი იყო იტალიისა და რომის დაბრუნება და ოსტგოთების სამეფოს დასავლეთ რომის იმპერიის ნარჩენებზე ის სახელმწიფო რომელიც შეიქმნა და ჩამოყალიბდა, ხო, აი ამის აღება უნდოდა და თითქმის 200 წლეულის ან 20 წლის განმავლობაში თითქმის ომის შემდეგ განსაკუთრებით მძიმე იყო ტოტილას წინააღმდეგ ომი, რომელიც ოსტგოთი მმართველი იყო, მაინც ტოტილასთანაც გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და ბიზანტიამ საბოლოოდ დაამარცხა ოსტგოთების სამეფო და დაიბრუნა ეს და ქვეყანა მიუხედავად ამ ყველაფრისა ხონდა განვითარებულიყო და რაღაც მთლიანად განადგურდა. ქალაქები დაიცალა, მიწები გაპარტახდა, შიმშილობა დაიწყო, იმიტომ რომ ეს ომი ორ ფრონტზე, ჯერ აფრიკაში, მერე იტალიაში და მერე იქეთ აღმოსავლეთში და ამას თუ დავუმატებთ კიდევ ესპანეთის ნაწილს, როცა ბიზანტიამ ფაქტობრივად ესპანეთში ანდალუსიისა და კართაგენის რაიონში პლაცდარმი შექმნა და ეს იყო სიმბოლურად ასრულებდა გამაერთიანებელ პოლიტიკურ იდეას, როგორც ადრე რომის იმპერიაში იყო. აი ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, უნდა გამოიკვეთოს, რომ ძალიან გაჭირდებოდა ეკონომიკურ ფორმაციაზე ზრუნვა, იმიტომ რომ მთელი ფული დაიხარჯებოდა ომში და შესაბამისად ამ ყველაფრის გამო მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტიის იმპერია აღდგა დასასრულს, მმართველობის დასასრულს აღმოჩნდა, რომ მთლიანად იყო ბიზანტიას ხაზინა თითქმის დაცლილი იყო. და რაც შეეხება აღმოსავლეთში სასარიდურ ირანთან დაპირისპირების პირობებში, დრო და დრო ცხადდებოდა ომი, როცა იხელთებდა დროს მოახერხებდა და რაღაცნაირად შესაძლებელი ხდებოდა დაპირისპირებოდა სასანიდურ ირანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს დროებითი მშვიდობით ნაცვლდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ამისი პრაქტიკული განხორციელებას ვერ ახერხებდა ვერანაირად. აი აქ თქვენ ხედავთ რუკაზე რა ტერიტორიები დაიბრუნა, აღმოსავლეთში რა ამბები ჰქონდა და რაც უნდა გამოიკვეთოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, იუსტინიანე ცდილობდა აი ამ ყველაფრის ფონზე მაინც მტკიცე სახელმწიფოს შექმნას და მას უნდოდა ამ შემთხვევაში 4 მსოფლიო კრების აღიარება, იუსტინიანე აღიარებდა და იცავდა ნიკეის, ანუ 325 წლის კონსტანტინოპოლის მეორე, ანუ კონსტანტინოპოლის პირველი და ისე მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების 391 წლის, ეფესოს მესამე და ქალკედონის მეოთხე კრებებს, განსაკუთრებით აქ დიოფიზიტური ხედვა იყო და მონოფიზიტობის საკითხი, ცდილობდა სხვა შორის მონოფიზიტებთან შერიგებასაც და თვითონ მონოფიზიტები ასწავლიდნენ, იცით რომ ქრისტე იყო ერთი ღვთაებრივი ბუნებით დაჯილდოებული და არა ორი, მაგრამ იუსტინიანე ცდილობდა რომ მონოფიზიტები დაერწმუნებინა და ან დევნიდა მათ, ან ხან რიგდებოდა და რაღაცნაირად ამ შემთხვევაში ცდილობდა რომ დიოფიზიტური ხედვა აღედგინა და საბოლოოდ ეს პოლიტიკა მაინც წარმატებული არ აღმოჩნდა, პირიქით ეგვიპტეში, სირიაში, არმენიაში, ანუ სომხეთში გაღრმავდა გაუცხოება მთლიანად კონსტანტინოპოლთან და ამ ყველაფრის ფონზე ისიც უნდა დავამატოთ, რომ მისი მმართველობის დროს გავრცელდა
კონსტანტინოპოლში და ბიზანტიაში შავი ჭირი 551-52 წლებში და ამას უწოდებენ იუსტინიანეს შავ ჭირს და სავარაუდოდ იგი ბაქტერიიდან გავრცელდა, რომელიც შუა საუკუნეების გვიან პერიოდში კაცობრიობის შავ ჭირს გამოიწვევს საბოლოო ჯამში და კონსტანტინოპოლი იყო მთლიანად შოქში ჩავარდნილი, როგორც ასეთი თვეების მანძილზე აი ამ ბაქტერიის Yersinia pestis მიერ გამოწვეულ ამ ასე ვთქვათ ვირუსს 100,000-ობით ადამიანი ემსხვერპლა და იხოცებოდა 551-დან 52 წლებში ფაქტობრივად ეს კონსტანტინოპოლი შიდა სივრცე იყო სულ გვამებით მიმოფანტული და თვითონ იუსტინიანეს დასნეულდა, მაგრამ გადაურჩა სხვათა შორის აი ამ დაავადებას და ეპიდემიამ მთლიანად ერის დემოგრაფიული სურათი შეცვალა, სამუშაო ძალაში ამცირა, ეკონომიკური კრიზისი გააღრმავა, იმპერიის გარემტრები ფაქტობრივად ამათ გააძლიერა და ამის გამო ადმინისტრაციულ სისტემაზე წამოვიდა წნეხი და იძულებული გახდნენ, რომ გეგმები შეეცვალათ, ომები, მშენებლობა, ეს რეფორმები ძალიან დიდ ფულს მოითხოვდა, ამიტომ გადასახადების გადახდა გაორმაგდა. სახელმწიფო მოხელეები მთლიანად ჩაეფნენ კორუფციაში და ბოროტად იყენებდნენ თავიანთ პოზიციას და შეიძლება ითქვას, რომ ნიკას აჯანყება ნაწილობრივ აი ამ უკმაყოფილებას უკავშირდებოდა, რაც ზოგადად მოხდა. მოკლედ რომ შევაფასოთ იუსტინიანეს როლი რა იყო და როგორი იყო ამ შემთხვევაში და რა უნდოდა მას ზოგადად რომ გაეკეთებინა ფანტასტიკურად დიდი ამოცანები დაისახა უნდა აღინიშნოს ნამდვილად იუსტინიანემ და ნამდვილად შეძლო ძირითადი ასე ვთქვათ რაღაცების გადაჭრა, მაგრამ შექმნა ყველაზე მთავარი ალბათ ნაშრომი რომელიც იყო უმთავრესი ნაშრომი საფუძვლად დაედო შუა საუკუნეებს და ზოგადად თანამედროვე იურისპრუდენციას არქიტექტურაში დატოვა აია სოფიას მსგავსი შედევრი და პოლიტიკურად ცირეხნით, მაგრამ მაინც ხო მოახერხა და რომის იმპერიის ძველი საზღვრები დააბრუნა, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მისი მმართველობა იყო ზედმეტად ძვირადღირებული. სიკვდილის შემდეგ 565 წელს როგორც კი გარდაიცვალა, საერთაშორისო კონტექსტით შეიცვალა და ესევე შეიცვალა მდგომარეობაც იმპერიაში, ლანგობარდები, იტალიაში ავარები, ამ შემთხვევაში სლავები ბალკანეთში და არაბები აღმოსავლეთში, აი ამ ყველაფერმა საერთო სურათი შეცვალა და ნელ-ნელა ბიზანტიის იმპერიას ძალიან გაუჭირდა ეს იუსტინიანეს ოქროს ეპოქის მიერ შექმნილი მდგომარეობის შენარჩუნება. და მაინც რომ გამოვკვეთოთ, იუსტინიანე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დაგვიტოვა, რომ ერთი ადამიანის ნებას შეუძლია გარდაქმნას სახელმწიფო, მაგრამ მართალია ეს ვერ გააუქმებს გრძელვადიან სტრუქტურულ პროცესებს ამ შემთხვევაში, რაც ზოგადად არსებობს, მაგრამ ნებას ერთ ადამიანს და ერთი ადამიანის ნება შეუძლია სახელმწიფო შეცვლა, მთლიანად შეუძლია შეცვლა. კანონის კოდიფიკაცია მნიშვნელოვანი ხერხემალი შექმნა და ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს სიღრმისეულ საძირკველს, როგორც ასეთი, რელიგიური და პოლიტიკური ურთიერთობები, რაც იყო ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომ იგი ცდილობდა დოგმატური გაერთიანებას, მაგრამ ბოლომდე არ გამოვიდა და ის დიდი მშენებლობები და სოციალური სამართლიანობა, რაც იყო ფაქტობრივად მის მიერ შექმნილი, ესეც ერთ-ერთი გამოსაკვეთია ამ ნაწილში. აია სოფია, რომელიც წმინდა სიბრძნედ ითარგმნება, მან დაასრულა ყველა მხრიდან ჩანდა ქალაქის და აი აქ არის დანარჩენი უკვე წყაროები, ესენი ვისაუბრეთ, ველისარეუსზეც ვთქვით და ესენიც გავარჩიეთ ამ შემთხვევაში. აი ესე გამოიყურებოდა მაშინდელი უკვე კონსტანტინოპოლი, უბრალოდ ბოლოს როგორ გამოიყურებოდა ესეთია საბოლოო ჯამში და ეს არის მისი ბოლო სამეფო ნაწილი.